მინდა ამ მომხდარით გორის ამბით დავიწყო და მისი შეფასები და მისი სისტემურობაზეც ვისაუბროთ. უპირველესად გამარჯვებას უსურვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ყურბან ბაირამის დღესასწაული მიდის, მინდა მიულოცო ჩვენს მუსლიმებს, მუსლიმურ საქართველოს და მთელ მსოფლიოში ყველა მორწმუნეს, ვინც ზეიმობს ამ ამაღლებულ დღეს ღმერთთან დაახლოების. მშვიდობა ყოფილიყოს დედამიწაზე. სიყვარული, სიკეთე და არაძალადობა, რისთვისაც კაცობრიობა 1000 წლეულები აიღწვის, მაგრამ აგერ დღეს რეჟიმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი ორგანოები გადაიქცნენ სამართალდამრღვევ მოძალადე ორგანოებად, ისე გაიწვრთნენ ადამიანების ცემაში, ტყეპაში, რეპრესიებში, დარბევებში, მოწამვლაში, ქუჩა თრევა, ციხეში წაყვანა, ბორკილების დადება, რომ გაუჯდათ დაუსჯელობის რწმენა, რისი ჭეშმარიტი ილუსტრაციაც იყო გორში მომხდარი ეს საშინელი ფაქტი. თუ გავიხსენებთ ისტორიულ პრეცედენტებს, ყველა რეჟიმი, რა თქმა უნდა, რეპრესიებს ატარებდა სამართალდამცავი პოლიციური სასამართლო ორგანოების მეშვეობით, მაგრამ რაც გამოკვეთილი ფაქტია, თვითონვე უსწორდებოდა მათ, თვითონვე არ უყვარდა და იცილებდა თავიდან, რადგან მერე მათ უჩნდებოდათ ამბიციები, რომ აი შენ ჩემით ბატონობ, ჩემი სისხლით, ჩემი დაუნდობლობით, ჩემი ძალადობით და ამიტომ პრეფერენციები მეტი და მეტი მინდა. სწორედ ამიტომ ახლა შორს ვარ წავიდეთ საბჭოთა სინამდვილიდან ყველა უშიშროების და ძალოვანის მინისტრი. ეჟოვი, იაგოდა, ლავრენტი ბერია, აბაკუმოვი, ყველა დაიხვრიდა. აღარ არის საუბარი მათ მოადგილეებზე და აღარაფერს ვსაუბრობ. სამეულები რო იყო ბოლშევიზმის დროს სასამართლოებში, სამეულებს გამოქონდა ეს მძიმე განაჩენები, თითქმის ყველა იქნა დახვრეტილი და ლიკვიდირებული. ანუ ამას ვამბობ მე რატომ? ძვირფასო თანამშრომლებო ძალოვანი სტრუქტურების. თქვენ გადაგაქციათ კრიმინალმა ოკუპანტისგან გამოგზავნილმა ტრუას ცხენმა ივანიშვილმა გადაგაქციათ მოძალადეებად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და გიქმნით ძალიან ცუდ ბექგრაუნდს, რაც არც მე გამიხარდება და არც ჩვენ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენი ხალხის ნაწილი მუშაობს იქ და ისინი უნდა დარჩნენ საზოგადოებაში და მათმა შვილებმა ჩვენ შვილებთან ერთად უნდა გააგრძელონ საქართველოს მშენებლობა. ამ პატარა ქვეყანაში და ესეთ ერთი ციცქნა ქვეყანა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ურთიერთწარსულიც კი შესწავლილი აქვს. მეგობრებო, უარი თქვით დანაშაულებრივი რეჟიმის მორჩილებაზე, დაუსჯელობის გრძნობა ამოიგდეთ თავიდან. გამოფხიზლდით, პირველ რიგში მიმართა უმაღლეს ეშელონებს, პროკურატურის, ძალოვანი სტრუქტურების, სასამართლო ინსტიტუტების და თქვენვე დაადეთ ბორკილები იმას, ვინც აი ამ გზაზე დაგაყენათ და დიდი პასუხისმგებლობის ასპარეზი მოგცათ. თქვენვე გაეცით სანქცია აღძარით საქმე ბიძინა ივანიშვილზე, მის დანაშაულებრივი ჯგუფზე, როგორც ოჯახში, ასე პარლამენტში, მთავრობაში, სხვა სტრუქტურებში, ვინც აი ასე ამ დონეზე მიიყვანა ქვეყანა, რომ ქვეყანამ დაკარგა არა მარტო დემოკრატიული სახე, არა მარტო დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, საარჩევნო უფლება ხალხმა დაკარგა, გეოპოლიტიკური ფუნქცია გაქრა ჩვენი და დღეს სოფლიო სახელმწიფოთა ლიდერები მიდიმოდიან ჩვენი გვერდის ავლით მეზობელ ქვეყნებში, ერევანში, ბაქოში, მე მათ წარმატებებს უსურვებ, მაგრამ ისტორიის შეცვლა ბუნებრივია ყველას გულს გვიხეთქავს და ეს ისტორია იყო ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი, რომ ამიერკავკასიის ცენტრი, რეგიონის მთავარი პულსი გახდათ საქართველო და თბილისი და თბილისის გარეთ, აი ამ ჩვენ სივრცეში არსად არავითარი საკითხები არ წყდებოდა იმ დონეზეც კი, რომ არაბია ამირა რუსი მეფის ნაცვალიც აქ იჯდა, თბილისი იყო ცენტრი ამიერკავკასიის და მთელი კავკასიის და უფრო მეტიც ამიერკავკასიის კონფედერაცია 1918 წელს სადაც შედიოდა 3 საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი 3 მოძმე ქვეყანა, დედაქალაქი გახდა თბილისი. ახლა მეტი რა ფაქტები უნდა ჩამოვთვალოთ გარდა იმისა, რომ ყველა ერის წარმომადგენელი
ჩვენი კავკასიისა, თბილისში ცხოვრობდა, აქ სწავლობდა, აქ იზრდებოდა, აქ მინდა თავის უკვდავ ნაწარმოებებს და შემოქმედებას და ცენტრი ვიყავით ჩვენ და გეოპოლიტიკური ფუნქცია აი ამ არამზადა არსებამ ხელიდან გამოგვაცალა ისე რომ გავახილეთ თვალი და დღეს ჩვენს გარეშე წყდება არა მარტო სოფლიო პრობლემები, რაც ქართულების გარეშე არ წყდებოდა ისტორიულად, არამედ ჩვენი ბედი წყდება ჩვენს გარეშე და აბრეშუმის გზამ გადაინაცვლა, გადაინაცვლებს თუ ასე გაგრძელდა ზანგეზურზე თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ფაქტიურად თავარი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსი რომ ის იყო გამტარი და ატლანტიკური წყნარი ოკეანე ცივილიზაციების დამაკავშირებელი პრაქტიკულად ხელიდან მიგვდის თუ დროზე არ მოხდა რეჟიმის იზოლაცია და რეჟიმის იზოლაცია სანქციებზე მეტად, მიტინგებზე მეტად, პროტესტზე მეტად შეუძლია გააკეთონ სამართალდამცავ ორგანოებმა, რომლებიც დღეს ბავშვებს სცემენ და იჭერენ და ძალადობაზე არიან გადასული, აღძრან საქმე ვიმეორებ და აპატიმრონ დანაშაულებრივი ხროვა. თუ ეხლა ბოლოს და ბოლოს კომუნისტები აპატიმრებდნენ კანონიერების დამხობებს და ხალხის დამჭერ დამხრეტებს. კი, მაგრამ თქვენ კომუნისტებზე მეტად არ გიყვართ ხალხი და ბოლშევიკებზე მეტად თქვენი ხალხი? მაგ შემთხვევაში ბატონ შალვა სტალინის ნებას ემორჩილებოდნენ და შემდეგ ხრუშჩოვის, ანუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არა იმიტომ რომ იმათ ადამიანის უფლებებზე შეტყობდნენ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ გავაქეზო, წავახალისო. ბესპის რასაც მივცე გარანტიები იმის რომ მაგ გაქეზებაში საბოტაჟის და წაქეზების მუხრით საქმე არ აღიზარდა. ოხლეგ მადარდონ გაქლია. ბატონ შალვა 26 მაისთან დაკავშირებით მინდა არის ჩამოშლილი სახელმწიფო მითვისებული აქვს ოკუპანტისგან გამოგზავნილი უკანონო თანამდებობის პირს, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჯარჯოებიდან, რომელიც წყვეტავს ყველაფერს ერის საუბედუროდ. არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს პიროვნება პასუხისგებლობა არა, კრიმინალია ჩამოყალიბებული. ბატონ შალვა, ეს პიროვნება, რომელსაც თქვენ ახლა კრიმინალს უწოდებთ, 26 მაისს გამოისახა ხატად პირველ ფონზე, ასე ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ალბათ გადატრიალდნენ საფლავში. მაინტერესებს თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო აი სითამამე ასეთი ფანტაზიის. ნუ ახლა რა შედეგზე არც ამ დანაშაულებრივი კამარელის და არც მათი პროპაგანდისტების თქვენთან ერთად არაფერი აღარ მიგვირს. მას შემდეგ რაც დაადგინეს რომ თურმე ომს გადაგვარჩინა ბიძინა ვენიშვილმა, სხვა შემთხვევაში ყველა ჩვენ შემოგვეცეოდა და დაგვიპყრობდა საკონცენტრაციო ბანაკში მოგვათავსდებოდა და გაზის კამერაში დაგწავდა და რო არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაამთავრებდა თავის არსებობას, არ და მართლა დაამთავრა თავის არსებობა გეოპოლიტიკური და როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და ადამიანის უფლებათა ასე ვთქვათ სივრცე დაამთავრა არსებობა. ანუ დაგომთავრებინა და კიდე უნდა რომ მადლობა უთხრათ რომ აი ამ დონეზე ვართ, როდესაც შეიძლება ტროტუარზე დგომის გამო დაგვაპატიმრონ, აგერ დღეს მენთეშაშვილს 9 წელი უსაჯეს ტროტუარზე დგომის გამო, იმისათვის რომ ხმა მოვიღეთ და ვამხილოთ, იმისათვის რომ უწოდეთ უკანონო ხელისუფლების მიმტაცებელ არსებას, უწოდეთ კრიმინალი, ამის გამო შეიძლება საბოტაჟის მუხლი წამოგიღენონ და მოკლედ არის ეხლა უკვე შექმნილი ის ვითარება, როდესაც ყველა უნდა ხმა ავიმაღლოთ, არა მარტო ჩვენ მოქალაქეებმა, არამედ ოფიციალურმა პირებმა, ვინც წვეთს პროცესუალურ საკანონმდებლო საკითხებს და გასცეს სანქცია უკანონო ხელისუფლების მიმტაცებელ ივანიშვილის დაპატიმრებაზე. სხვა შემთხვევაში, მეგობრებო, ეს სანქცია გაიცემა, მაგრამ ის გაიცემა თქვენს გარეშე უნივერსალური იურისდიქციის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც უკვე გადაწყვეტილია EUTO-ს საბოლოო დასკვნით მოსკოვის მექანიზმს გულისხმობს. ეს სანქცია შეიძლება უკვე ახლა გაცემულია, თქვა დეტროიტის სასამართლოს მიერ, პოლონეთის სასამართლოს მიერ, უბრალოდ როცა გავლენ იქ აეროპორტები საერთაშორისო, მაშინ დაიჭერენ და მე გაიგებენ. ან საპოლიციო ოპერაცია რო ჩატარდება აქ. ხო და ამ სანქციის გაცემაზე ისე ქენით რომ არ დაგასწროს სხვა შემთხვევაში თქვენზეც გაიცემა მასთან ერთად როგორც თანამზრახველებზე და როგორც თანამდებობის პირებზე, ვინც არ მიიღო ზომები ქვეყნის უფსკულში ჩაჩეხვის თავიდან ასაცილებლად. ეს არის ელემენტარული საერთაშორისო სამართლებრივი და შიდა სამართლებრივი პრინციპი. ბატონ შალვა, საერთაშორისო სამართალსაც შეეხეთ და გეოპოლიტიკაზე ისაუბრეთ და ძალიან საინტერესო დინამიკა
გვაქვს სახეზე სამხრეთ კავკასიაში. მაბადეთ, ბატონო გიორგი, მაგას ვამბობდი ზუსტად თქვენ წინა შეკითხვის აზრს ვავითარებ რა. ესე იგი, ასეთი დონის კრიმინალი არ მოუწია მსოფლიო პოლიტიკისა და მაფიის ისტორიას. მთელი ქვეყანა დაიპყრო, ხელში ჩაიგდო, დამპყრობელს მიუტანა ზვარაკად მიართვა, ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია ყველაფერი აბსოლუტურად ომში მისი მოკავშირე გახდა და პლუს ამას გავრცელებული ხმები რომ თურმე ივანიშვილის ბიზნესი არ აინტერესებს და ფულის კეთება არ აინტერესებს საქართველოში გაგრძელდა იმით რომ მილიარდები იშოვა სოფლიოში აღიარებული კრიპტო მაინინგ კომპანიების შექმნა რომელთა სამი წარმომადგენელი დაასანქცია ახლა ბრიტანეთმა მთელი ცემენტის წარმოება ჩაიგდო ხელში და შეუდგა ესების და არაბებისათვის კორპუსების აშენებას რომ მისი ცემენტი გაიყიდოს რაც შეიძლება მეტი და ეხლა ამაზე გამახსენდა ჯერიხოის სპეციალური კანონი მიაღებინა პარლამენტად წოდებულ ამ კრიმინალთა რუსები რო იყვნენ ზბორიშეს სპეციალური კანონი და გაანთავისუფლებინა თავი გადასახად ისაგან რომ შემოქონდა ხელოვნების ნიმუშები გადასამალად რომ სანქციებში არ მოხვედრილიყო და 600 მილიონი დოლარი დამალა ბიუჯეტში და არ გადაიხადა მაშინ როცა 6 ლარი თულა გადასახდელი წყალს გითიშავენ და შუბს გითიშავენ ხო და რა დღეშია ხალხი იხოცება და ვერ უყიდიათ ერთი კონა მწვანილი და სულ ახალი ამბავი ექსკლუზივის წესით რამდენიმე ხნის უკან დედოფლის წყაროში დაითრია ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით კირქვის საბადო რომელიც გარეშე ცემენტი არ მზადდება იცით რამდენად 2 მილიონ დოლარად არ გადაუხდია არც ერთი ცენტი და დაანგარიშებით 5 მილიარდ მოგებას აძლევს საბოლოო ჯამში ეს მასალა რადგან ცემენტი მის გარეშე არ გამოდის ანუ 2 მილიონი რომელიც ჯერ არ გადაუხდია ლიცენზიაში და 5 მილიარდი მოგებელოდება წინ გარანტირებულად და ეხლა ასეთ არსებაზე რომ სანქციას არ გასცემს სასამართლო არ დაიწყებს გამოძიებას უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური პროკურატურები ამას გეუბნებით როგორც პროკურატურის ყოფილი მუშაკი იუსტიციის მრჩეველი წოდებით გეუბნებით პროფესიონალურ პროცესუალურად თავს იყენებ დიდი საფრთხის წინაშე აღძარით საქმე დაიბარეს დაკითხვაზე თუნდაც აი ჩემი გამოსვლის კონტექსტიდან გამომდინარე და მეც მოვალ დაკითხვაზე მოვიტან მასალებს რაც არის მასალები კი არა მანქანა დამჭირდება რომ ტომები მოგიტანოთ იქ ხო გაეცით სანქცია და დააპატიმრეთ ამით გადაარჩენთ მას საერთაშორისო ტრიბუნალისგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული რჩევა კაი დავანებოთ თავი პოლიტიკას ემოციებს და სხვა გეოპოლიტიკურ დასკვნებს სამწუხაროდ გეოპოლიტიკისა და პოლიტიკის მიღმა ეს სამართლებრივი თემები არ დაიძრობა საქართველოში და დაუბრუნდები იმ კითხვას რომელსაც ნაწილობრივ შეეხეთ ხო შეერთებული შტატების სპეციალური დელეგაცია იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვდნენ ნაწილს პოლიტიკური პარტიების საპატრიარქოში იყვნენ ალბათ რაღაც სპეციფიურ ჯგუფებს მაგალითად მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად არ შეხვედრიან რაც შეერთებული შტატების საზოგადოებთან ურთიერთობების ტრადიციისთვის ცოტა არადამახასიათებელია მაგრამ ნუ სპეციფიური ჯგუფია იქ ანაკლის თემა შეისწავლეს მანამდე და ასე შემდეგ მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ნახეთ თუნდაც იმავე 26 მაისის პროტოკოლური მოლოცვები საქართველოსთვის რუბიოსი და განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის სადაც ქართველ ხალხს ულოცავენ მაგრამ იქ ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს წელი არის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გარდატეხი საქართველოსთვის. ოღონდ ფაშინიანთან მიმართვაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული როგორც მიღწეული შედეგები, ასევე ტრამპის სურვილი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტია იყოს და პლუს მოწოდებით ეკონომიკური და სხვა ტიპის განვითარებისთვის რომ make Armenia great again. ანუ ჩვენი დახმარებითო გავხდით სომხეთს კვლავ დიაც ასე ვთქვათ, რომ დიდი სომხეთი გვახსოვს, მაგრამ დიაც ამ ფრაზამ ჩაანაცვლეთ ყოლა ძველი ფრაზა. დიდი სომხეთი ზღვიდან ზღვამდე, ველიკა Armenia მორია და მორია. კი ბატონო და რისი კითხვა მინდა მოკლედ რო გითხრა. კიდე კარგი ამბიციები და არა, მithumedes დამსახურებული ამბიციები აქვს, რომ საქართველოს ასევე სომხეთს მართლაც შეუძლიათ Თერთმეტი მილიონი სომეხი მსოფლიოში აღრიცხული და უძლიერეს დიასპორებს წარმოადგენენ ევროპაში, შეერთებულ შტატებში, არგენტინაშიც კი, სადაც ის პერესი იყო სომეხი იქიდან გადასახლებული ახლო აღმოსავლეთიდან.
კილიკიიდან. საინტერესოა ბატონო შალვა, მაგრამ აი მე მაინტერესებს თქვენ როგორც პოლიტიკოსი როგორ ხედავთ ახლა ამ პროცესს. შეიძლება რომ აი ეს რუსული პოლიტიკური გავლენის ანკლავად დარჩეს საქართველოს მაფიოზური ინფრასტრუქტურით, ფულის არეცხი მანქანით იმ სიტუაციაში, როდესაც სამხრეთ კავკასიას ტრამპის ადმინისტრაციაც და ზოგადად ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი უყურებს როგორც მნიშვნელოვან ალტერნატივას არა მარტო რუსეთის, არამედ ირანის ჩრდილოეთით თავისი ინტერესების ჩამოსაყალიბებლად და დასაცავად. თქვენ სავსების სწორად მიუთითეთ ბატონო გიორგი პოსტულატი, რომ გეოპოლიტიკის გარეშე საქართველოში არაფერი არ შეიძლება მოხდეს, ან ამ წუთშიც განვითარდეს. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამ გეოპოლიტიკის განუყრელი ნაწილი, მithumetes პატარა ქვეყანა, ნაკლები სტრატეგიული შესაძლებლობებით, თუმცა დიდი ატომური ქვეყნებიც გეოპოლიტიკაზე არიან გამობმული ძალიან ძლიერად და ძალიან მაგრად. ამდენად ჩვენ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების იალტა 2 სტადიაში და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და გავა პერიოდი დაწყნარდება, დამშვიდდება სამყაროს საქართველოს გაერთიანდება და სიამოვნებით გავიხსენებთ, რომ ვიყავით მოწმე მონაწილე აი ამ დიდი გლობალური პროცესებისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხორციელდება. აგერ ახლა ამასწინათ გაიმართა ტრამპის ვიზიტი პეკინში, რომელმაც დააფიქსირა დედამიწაზე ახალი პოლიტიკური რეალობა. 2 სახელმწიფოს ლიდერობით ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. სად არის რუსეთი, რომელიც აი მორეულში შედიოდა, ხო? მთელი ეპოქა. არცად მესამე ადგილისთვის მოუწევს მოსკოვს ბრძოლა სოფლიო გეოპოლიტიკურ ლიდერებში და ეს მესამე ადგილი მისთვის გარანტირებული არ გახლავთ, რადგან ხავს სერიოზული კონკურენტები მილიარდნახევრიანი მაღალტექნოლოგიური ინდოეთის სახით, ბრაზილიის სახით და რაც თავარია ევროკავშირის სახით, რომელიც არის ჩვენი განუყრელი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მესამე ადგილიც კი სანატრელი გაუხდა პრეზიდენტ პუტინს, რომელსაც ეგონა რომ აჰა იქცეოდა მსოფლიოს მკრობელა და მინიმუმ ამერიკასთან თანასწორობაში გადაწყვეტდა დედამიწის ბედს. აი ემოციონებებში, აი ამ ცანცარულ საგარეო გეოპოლიტიკურ ქმედებებში იქამდე მივიდა საქმე, რომ რუსეთმა დაკარგა გავლენა თავის სატელიტ კოლონიებში და პროტექტორატულ ქვეყნებში, როგორიც არის ვენესუელა თავზე დაემხო, კუბა თავზე ემხობა, შუა ევროპაში უნგრეთი დაკარგა თავისი აგენტი ორბანის სახით, ირანი თავზე ჩამოემხო, სირია დაკარგა, შუა აზიას კარგავს, აი ამ წუთში ჩვენ ამ პროცესში ვართ, შუა აზიას კარგავს და ამიერკავკასია ხელიდან ეცლება და მთელ აი ამ საოცარ გეოპოლიტიკურ დუღილში ჩვენ მოგვესაჯა ძალიან უაღრესად ცუდი როლი მოსკოვის და პუტინის სატელიტისა, რომელსაც აღარ შერჩა მოკავშირე, აღარ შერჩა სტრატეგიული პარტნიორი, ყველა მიირთვის, სადაც განვითარებული სივრცეა, ეს ახლა ადამიანის საზოგადოებაში ეგრეა, არა მარტო გეოპოლიტიკაში. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი და უკრაინა რა ახლოს ყოფი ხალხებია, ხო? ამის გარდა ეხლა სლავები ისტორიულად 16 ტომისგან შედგებოდნენ და ბოლომდე კიდევ ვერ დათვალეს, უფრო მეტია ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით. თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ამ 16 ტომიდან არავის არ უნდა რუსებთან. არც ლატვიელებს, არც ლიტველებს, არც პოლონელებს, არც ჩეხებს, არც სლოვაკებს, არც სლოვენებს, არც სერბებს, არც ბულგარებს, არც უკრაინელებს, არც ბელორუსებს, უბრალოდ ის ბატკა აბალანსებს რაღაცას. არავის არ უნდა, იმიტომ რომ განვითარებას იქით ხედავენ და სადაც განვითარება იქ უნდა წახვიდენ. ყველა გარბის ეხლება ზის სინათლისაგენ გვირაბის ბოლოს. და ჩვენ ვრჩებით აი ამ ჯურღმულში იმის გამო რომ ივანიშვილის მიცემული აქვს საქართველოს მიყიდვის და დამონების პირობა ბიძინა ივანიშვილზე და მძევლად ხავს ქვეყანა აყვანილი და წიმყავართ აი ეს აფარებული საკუთარი უსაფრთხოებისათვის. ახლა მეტი ახლა წარო გეუბნებოდით რა საფუძველი უნდა იყოს დაპატიმრების სანქციის არ გაცემისათვის. მეტი რა საფუძველი შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა მოიფიქროს და ჩაედინოს. აი ეს სიტუაცია, ანუ ჩვენ ვართ ახლა გეოპოლიტიკური დიდი გადაწყობის პროცესში, რა დროსაც საქართველოს
დგას ყველაზე ოქროს პოზიციაზე, ანუ უდიდესი დივიდენდები წამოვიდოდა ეხლა ციდან, ხმელეთიდან, ზღვიდან, სამყაროს 4-ვე მხარეს ჩვენ ვაკავშირებთ გეოპოლიტიკურად, რომ არა რეჟიმი, რომელიც მიერეკება ჩვენს მოკავშირეებს აქედან და აიძულებს ეძებონ ალტერნატიული შემოვლითი გზები, ზანგეზური, იქ სომხეთ-აზერბაიჯანის სევანის მიმართულებით კიდე სხვადასხვა გზები ყოფილა იქ თურქეთში გამავალი და ჩვენ აი ასე პრაქტიკულად ჩვენს მომავალს, ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს სიმდიდრეს, რომელიც უნდა შემოსულიყო ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებს ვწირავთ, აღარ საუბრობ ახლა დამპყრობელ გეოპოლიტიკურ მტერზე, რომელიც აი ამ წუთშიც ახორციელებს საქართველოს ანექსიას და 9 მაისს იმისათვის რომ რუსი ობივატელისთვის პრეზიდენტ პუტინს გული მოეფხანა უკრაინაში აი იმ სერიული მარცხის შედეგად რაც ნუ 4 წელი ახლა 4-5 წელში პირველი და მეორე მსოფლიო ომები დამთავრდა და იმან იქ ერთ სოფელი ვერ აიღო და ხუტორი დონეცკისა და ხარკოვის რეგიონში და იმისათვის რომ ეს იმპერიული ამბიციები დაემშვიდებინა საკუთარი მოსახლეობის მიერთა ფაქტურად ცხინვალის რეგიონი ის ხელშეკრულება რაც 9 მაისთან იმ 9 მაისს რომლის გამარჯვების სულის შემდგმელები იყვნენ ქართველი სტალინი და ქართველი ლავრენტი ბერია ხოლო დროშა აფრიალა მელიტონ ხანთარიამ რაიხსტაგზე აი 9 მაისს პუტინმა გააკეთა სწორედ ის რაც მისი აზრით გამოიყვანდა წაგებული მდგომარეობიდან და მიერთა პრაქტიკულად მიერთა საქართველოს ტერიტორია იქ დაწყებული როცა იკითხოთ ეს ხელშეკრულება თანამდებობის პირები რუსები დაინიშნებიან სასკოლო პროგრამებიც კი დამტკიცდება მოსკოვში ახალგორის და ცხინვალელი ბავშვებისა ანექსიის შინაარსია ფაქტობრივად ეს რაც არის და თქვენ როცა მოუწოდებთ მათ შორის პროკურატურას რეაგირებაზე ფაქტებთან დაკავშირებით აი რაზეც მართლა უცილებლად და უეჭველად დღესვე უნდა საქმე აღიძრებოდეს ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ რომლებსაც ამ გადაწყვეტილებაზე სამართლებრივი რეაქცია არ მიუწევს საერთაშორისო სასამართლოში უკვე შეტანილი უნდა იყოს სარჩელი აი ამ პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელის ხელმოწერით ან იმ ხუჭუჭა შეშლილის პრემიერ-მინისტრად წოდებულის ხელმოწერით. სხვა შემთხვევაში ეს პრაქტიკულად არის უმძიმესი დანაშაული და ისინი მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ ამ უმძიმეს დანაშაულებაზე. დანაშაულში ახლა იქ რო კაცს სემენდა არ განაცხადება, მოკლავენ. ამაზე ციხია, ხო? საქართველოს კლავენ. საქართველოს ერთებენ და უმაღლეს თავმჯდომარეობის პირები ამ დროს ლანძღავენ ევროპის კავშირს. ფონ დერ ლაიენს და კაია კალას იმის გამო რომ მათ მოგცეს პირობა საქართველოს შევა პაკეტში რუსეთთან შემდგომი რეგულირების დროს და მოთხოვნა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის გარდა იქნება საქართველოს დეოკუპაცია მათ შორის მოლდოვას ანუ პაკეტში შეგვიყვანეს და ნაცვლად იმისა რომ მადლობა გადმოსდიოდეთ პირიდან ამ ხელა სამყარო სოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი 750 მილიონიანი ევროკავშირი გვერდში დაგვიდგა და გვეუბნება რომ აგერ რუსეთთან არ მოაგვარებთ ურთიერთობას არ მოუხსნით სანქციებს სანამ უკრაინასთან ერთად არ მოახდენს საქართველოს დეოკუპაციას. დღეს უსმენ პარლამენტის წევრობას წოდებული იმ ედეპეშნიკი შარმენაშვილი, ქადაგიშვილი და ის ვიღაცა რომ გორდულაძე რომ მოიყვანეს გაურკვეველის ტყიდან გამოვარდნილ ყაჩასურგავს. ეს იგი უსმენ მაგათ განცხადებებს და განცხავენ ევროკავშირს. არაფერი გამიგია. მე ასეთი მტრობა არ გამიგია ხალხო დაგღუპათ მაგ არსებამ ვინც სიაში ჩაქცერა და დეპუტატები გონიათ თავი. დაგღუპა დაგაქცია და ბოლოს და ბოლოს თქვენ თვითონ შეკრიბეთ ეს პარლამენტის საგანგებო ხდომა თვითგადარჩენის ინსტინქტი ხო გაქვთ შინაგანად არა კარგი შეიძლება სამშობლო არ გიყვართ ან იმ დონეზე არ გიყვართ ხო და მიიღეთ რეზოლუცია მიმართვა დაგმეთ შეერთება ცხინვალის რეგიონის რუსეთზე მოითხოვეთ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა აგერ ახლა სულ რამდენიმე საათის წინანდელი ამბავია Boeing 777 300R წარმოადგენს ყველაზე დიდ რეაქტიულ ლაინერს სამგზავრო სოფლიოში 600 მგზავრამდე ეტევა და შეუძლია იფრინოს 22000 კილომეტრი ძირს დაუშვებლად. ანუ ეს არის დონე კონტინენტებს შორის ეს დაფრინავს და თბილისის აეროპორტი ჯერ არ ღირსებია ეს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტი არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ რაღაც ჩარტელულ რეისებს. და იცით თუ არა რომ დღეიდან მოსკოვსა და სოხუმს შორის იფრენს Boeing 777 უმაღლესი მოდიფიკაციის ხომალდი, რომელიც 560 მგზავრს ტურისტს ჩამოიყვანს სოხუმში დასასვენებლად და დროის სატარებლად. ამაზე თუ გაუგია ვინმეს ერთი პროტესტი საქართველოს ხელისუფლებად წოდებული დანაშაულებრივი ჯგუფიდან, ერთი მიმართვა სამოქალაქო ავიაციის იკაო რო ქვია, ჩიკაგო იმაშია ხო კანადაში მაგის შტაბ-ბინა.
ერთი პროტესტი, ერთი საჩივარი საერთაშორისო ინსტანციებში. ესე ქვეყანას აბარებენ მტერს, ჩვენ სათითაო ტროტუარზე დგომის გამო გვიჭერენ და ეს სამართალდამცავი ორგანოები ახალგაზრდებს არიან დარეული და იმათი ყმების დამტრობით და ნეკნების მტრობით რითობენ თავს და აი ამას ქვია სახელმწიფო და ჩვენ გვინდა რომ აი ასეთი რეჟიმით სოფლიოში წარმოუჩინდეთ წარმატებულ გეოპოლიტიკურ ცენტრად და ის დივიდენდები რაც აეხლა მოედინება ციდან ზღვიდან და ხმელეთიდან ეს დავითრიოთ კაი გაგებით გამორიცხულია უნდა დავამთავროთ რეჟიმი და მე მინდა მადლობა უთხრა ბატონო გიორგი 26 მაისს ყველას ვინც გამოვიდა მიტინგზე და სრულობაში მიიღო მონაწილეობა. ეს არავითარი პარტიულ ღონისძიება არ იყო, ეს იყო საერთო ეროვნული პროტესტი და ეს პროტესტებია, სწორედ რომელიც დააჩქარებს ლეიბორისტების დაწყებულ რეჟიმის დასანქცირების პროცესს და მოუღებს ბოლოს აი ამ სისტემას. ლეიბორისტებისთვის პოლიტიკურთან ერთად ყოველთვის წამყვანი თემები სოციალურ პრობლემატიკა შეეხებოდა. ჩემი ბოლო კითხვაც უკავშირდება სწორედ აი ამ ფონს, რომელიც არის ქვეყანაში დღესაც ხელისუფლების პირველი პირები ტრაბახობენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, პროცენტებს აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ევროპაში ყველაზე უფრო სწრაფი ტემპებით იზრდებაო და ასე შემდეგ. ხა პროცენტებს რო დახედავ, შეიძლება ასე მოგეჩვენოს კიდეც, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ სიტუაციას, არა მარტო ჩვენი დაკვირვებებით, მათივე სტატისტიკაში კარგად ჩანს, როგორც უმუშევრობის დონის, ასევე სიღარიბის ზღვარსქვევით ყოფი მოსახლეობის დინამიკის, ასევე ემიგრაციის, აი 26 მაისი ახსენეთ და არ შემიძლია არ ვახსენო, ესეთი ვაირალს რო ეძახიან ძალიან ბევრმა ნახა ალბათ ის ვიდეო ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიციელები და ქართველი სამხედროები რა ემოციებით უყურებდნენ ტრანსლაციას ფიცის დადების 26 მაისს, ხო? შეუძლებელია ამას ყველაფერს ემოციის მიღმა უყურო. ეს ხალხი იძულებულია პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ფაქტორების გამო წავიდეს ქვეყნიდან და რა სიტყოდით ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე, რომელიც სარკეში ვერ აირეკლავს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელთაც სტატისტიკითაც აპელირებს დღეს ხელისუფლება. რაიმე ახალ აღმოჩენას არ მოგახსენებთ ალბათ თუ განვაცხადებ რომ რეჟიმის მთელი პოლიტიკა მიმართულია იქეთ რომ სიღატაკის ეკონომიკური სიდუხჭირის მოტივაციით მოხდეს ხალხთა დიდი გადასახლება, ადამიანებმა დატოვონ სამშობლო და მათ ადგილას ჩამოასახლონ აზია, აფრიკა, არაბეთის წარმომადგენლები, რომლებსაც არ ექნებათ პოლიტიკური პრეტენზიები, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი და რომლებიც არასოდეს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილ ბოროტ მოქმედებებზე ივანიშვილსა და მის ბანდას. ეს არის გათვლილი მოსკოვში დაწერილი მაღალ დონეზე შეთანხმებული სტრატეგია და პოლიტიკა. შეიძლება ხა ვიღაცას ეჭვი შეეპაროს, რომ რუსია ინტერესებს მოსკოვს, არაბული დასახლებების აქ შექმნა და ეს აზიური ემიგრაცია პირველ რიგში მათ აინტერესებს. მოსკოვის ინტერესებში აქ არ მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც აი ამ საქართველოს მიწების მიერთებაზე ხმას ამოიღებს, განცხადებას გააკეთებს, პროტესტს გამოხატავს, საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევას მოითხოვს, ევროპარლამენტში შეაბიჯებს და შეუქმნის დისკომფორტს იმპერიას, რომელიც ყლაპავს და რა თქმა უნდა, მას აწყობს რომ სხვა ხალხი ჯრემულობდეს და ეხლა ვინმე დაიჯერებს იმასაც, რომ არაბი მილიარდელი კომპანიები და ინვესტორები, რომლებიც ძალიან დელიკატურად უყურებენ გეოპოლიტიკას და სტრატეგიულ სამხედრო ბალანსს, ვინმე გაბედავს აქ მილიარდების ჩამოტანას და დაბანდებას, თუ არ არის შეთანხმებული თბილისიდან 30 კილომეტრზე მდგომ რუსის ტანკების სარდლობასთან. ამას არავინ სოფლიოში არ გააკეთებს, მით უმეტეს არაბები და რა თქმა უნდა ეს არის შეთანხმებული და ეს მთელი სოციალური სიდუხჭირე და უბედურება, რომლის შედეგადაც ადამიანებს უკვე დაავიწყდათ ადამიანური ცხოვრების გემო, ფორმატი, სამსახური, ხელფასი, პენსია, ოდნავ ნორმალური სუფრა, მინერალებით შეზევებული საკვები ბავშვებისათვის დაავიწყდა ხალხს. ეს უკვე თვეები გადის და წლები რო თქვათ იგივე ხორცი არ იხარშება ოჯახში, რის გარეშეც, ნუ ეხლა უფროსებს შეიძლება მაინც და მაინც არ წაადგეთ, მაგრამ მომავალი თაობის ცილებით მომარაგება, ეხლა ნუ შეუძლებელია თუ ხორც პროდუქტები არ მიიღეს ბავშვებმა, ხო? 70 მილიონის მანქანები შემოყავთ ეხლა პარლამენტისათვის და რამდენი წელია სკოლებისათვის ერთჯერადი უფასო კვება ვერ შემოაღებინეთ იმ დონეზე არ უყვარს ჩვენი შვილები, მას უყვარს ივანიშვილს მხოლოდ თავის შვილები საქართველოში, მხოლოდ თავისი ოჯახი და თუ გონია მას რომ აი შვილის უტა სახელზე ჩვენგან მიტაცებული იპოდრომი რო გააფორმა და მერე რო ტრამპის შვილს ერიკ ტრამპს მოაწერინა ხელი
კონტრაქტზე რომ აქ ტრამპ ტაუერი აშენდება და ტრამპი გადაეფარება და ტრამპის ოჯახზე გახსნის კორუფციულ არხს და ამით თავს გადაიჩენს. მინდა გითხრათ რომ ტრამპი არ არის ელცინი ან პუტინი, ვაშინგტონი არ არის მოსკოვი, თეთრი სახლი არ არის კრემლი, იქ არის ზეს სახელმწიფო, თავისი ძალიან მკაცრი წესები და ინსტიტუტებით, ვერანაირი კონტრაქტი ტრამპ ტაუერის და რეიგან ტაუერის მშენებლობაზე ამ სახელმწიფოს პოლიტიკას ნამდვილად ვერ შეცვლის და ალბათ რა ვიცი კითხვა არ დავიწყდებოდათ მაგ ბატონებს და რამდენიმე დღის უკან ვაშინგტონ პოსტმა დაბეჭდა ანალიტიკური სტატია სარედაქციო წერილი. თან სარედაქციო კოლეგია, ანუ ეს ნიშნავს რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა წერია იქ. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტთან სხვა სპეცსამსახურებთან შეთანხმებული პოზიცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოში არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ირანელი აიათოლების მოკავშირე, ყველა ღვთისმსხურიდან გადავარდნილი სისტემის მეგობარი და ძმაკაცი, ქართველი ხალხისათვის ისტორიული გზის გამრუდებელი, რომ მათი ადგილი არ არის არც საქართველოში, არც სოფლიო გეოპოლიტიკაზე. ნუ რავინ იფიქრებს, რომ თუ ახლა ალიევის დიქტატორობას შეეგუა ევროპა და შეერთებული შტატები, იგივე შეეგუება საქართველოში. შეერთებული შტატები და ატლანტიკური სივრცე გეოპოლიტიკას აგებს იმის მიხედვით, რომელი სოფლიო ცივილიზაციური სისტემა რა ტრადიციებით მოდის. და ვინ ვისი ნათესავია. ისლამურ ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებთან ითვალისწინებენ მათ ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, რომ ხელმძღვანელი, არ უნდა იცვლებოდეს მემკვიდრეობით თუ არ გადავარდნო, მთელი ცხოვრება უნდა იყოს, ამიტომ იქ ზდუმან და აფორმებენ ხელშეკრულებებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. მაგრამ ჩვენ გვთვლიან თავის თანასწორად, თავისი ცივილიზაციის ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენია აქ არ ტარდებოდეს არჩევნები. აქ ჭირდეს ერთი და იგივე მბრძანებელი, ვიღაცა დიქტატორი, რომელთანაც დაიწყებენ ვაჭრობას და შენი ჭირი ეხლა გზაგამატარებინე. აი გერმანიის ეჭვმა იშვიათი პიროვნებაა ფიშერი, ეგეთი დახვეწილი დიპლომატი, მე ახლა დიპლომატურ აკადემიამ აქვს დამთავრებული და იშვიათად მინახავს. რა მოარტყა ამასინად? ჩვენო ღირებულებების ქვეყანა ვართო და რამდენიმე კილომეტր ავტომაგისტრალზეო, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავსვლითო. გენიალური რამე თქვა კაცმა. გამორიცხული ეგ ვაჭრობები, რომ აი ალიევის პრეცედენტი გაავრცელონ ივანიშვილზე და დატოვონ მისი მმართველობა ხელუხლებლად, ან იგივე შედარება უხეშია საუდის არაბეთის პრინცის მაგალითი. ეგ არის ყოვლად გამორიცხული. ყოვლად გამორიცხული ისეთი ცვლილებები მიდის თელ სოფლიოში, რომ არაფერი არ დარჩება ივანიშვილის მოკავშირე პუტინისაგან და რომ არა პუტინის რეჟიმისაგან და რომ არა თქვათ აი ეს გეოპოლიტიკური ბალანსის საკითხი უკვე ეჭვის ქვეშაც კი დადგებოდა რუსეთის მთლიანობა. თუმცა ვიმეორებ, წარმოუდგენელი მარცხელოდებად გეოპოლიტიკურად უკვე მოხდა კიდევაც ამოვარდნენ ორეულიდან, ანუ მესამე ადგილზე უწევთ ბრძოლა, ეს დიდი მარცხია მოსკოვისათვის, ხო? მაგრამ ეხლა დაშლამდე არ მივა საქმე და რატომ? იმიტომ რომ ევროპას და დასავლეთს ეშინია, რომ შუა აზიიდან ისლამური ექსტრემიზმი არ შემოიჭრას. და ჩინეთს, აი ხო ამბობენ, რომ ციმბირი უნდა და სხვადასხვა. ჩინეთსაც არ უნდა რუსეთის დაშლა, რადგან ეშინია პანთურქული სამყაროსი, რომელიც შეიძლება ერთჩვენი ერთ დღეს მათი დიდი კედლის გაყოლებაზე კვლავ აღდგეს და მოგეხსენებათ თურქი, შუააზიელები, სინძიანი უიღურების ავტონომიური ოლქი ჩინეთში 15 მილიონი თურქია, ეგ თურქები ყველა. აი ესენი კორეელები, მანჯურიელები, მონგოლები ყველა ალთაური ენების ოჯახის წევრია, ანუ ერთი ერია, ერთი სისტემა, ერთი ცივილიზაცია და მეცნიერების გათვლებით იაპონურიც კი ენობრივად მათ ენათესავება. ანუ ჩინეთსაც არ აწყობს რუსეთის დაშლა, არც დასავლეთს არ აწყობს რუსეთის დაშლა, მაგრამ არავინ არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა დაიპყროს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, შეინარჩუნოს ტერიტორიები, მიერთოს, დაუჟილად იმოქმედოს და პუტინის სატელიტებმა კიდე ძალაუფლებაში ყოფნით იმდენი ხანი დაიტკბონ თავი, რამდენიც გაუსწორდებათ. ამას არავინ არ დაუშვებს, ეპოქა დამთავრებულია. რუსეთი როგორც სოფლიოს თავარი ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ფაქტორი ჩამოარდნილია, მოკავშირეც აღარ დარჩა ახლო აღმოსავლეთშიც და შესაბამისად ერთადერთი სატელიტი არის საკუთარ სასახლეში შემძვრალი და შემალული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან მალე გამოატრევს გეოპოლიტიკური ქარიშხალი და წარბზანებს საბრალდებო სკამზე და ახდება ქართული ხალხის ოცნება, აღდგება ერთიანი ძლიერი და ამაყი საქართველოს თავისი უდიდესი გეოპოლიტიკური ფუნქციები და მერე დადგება ის ჟამი, როდესაც მართლა უნდა დავდგეთ და მრავალჟამიერი დავაგუგუნოთ.